ნუ აი წარმოიდგინე ასეთი რამ. იღებ ყველაფერს, აი აბსოლუტურად ყველაფერს, რაც სკოლაში გასწავლეს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ესეთი საყვარელ კლასიკურ ნაწარმოებაზე, დებდით ყუთში და უბრალოდ ცეცხლს უკიდებ. კი, ფაქტობრივად ეგრე გამოდის. იმიტომ რომ დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ თაობების განმავლობაში ტვინს გვირეცხავდნენ. ანუ ჩვენ გონა რომ ეს ამბავი ზეპირად ვიცოდით, მაგრამ თურმე სრულიად სხვა რამეს ვკითხულობდით. ნამდვილად, თან ძალიან მასშტაბურად. ხო, მოკლედ გამარჯობა, შენ უსმენ მორიგ სიღრმისეულ ანალიზს და დღეს ჩვენი მისია არის მართლაც, უპრეცედენტო შეიძლება ითქვას. ჩვენს მაგიდაზეა YouTube არხზე, რომელსაც ქვია თეოფილე მალაქია, იქ გამოქვეყნებული საკმაოდ ვრცელი ვიდეო ლექცია. და ეს ლექცია ეხება აკაკი წერეთლის პოემას გამზრდელს. ზუსტად, მაგრამ აქვე გაფრთხილებ, ხო იცი, ეს არ იქნება ლიტერატურის რაღაც ტიპური მოსაწყენი გაკვეთილი. აუ არა, ნამდვილად არა. ცხარო გტყავაჟოქს იმდენად გაბებულ, ანუ მოულოდნელ პერსპექტივას, რომ წარსულში დაბრუნება და ამ ტექსტის ძველებურად წაკითხვა უბრალოდ შეუძლებელი გახდება შენთვის. ხო და მოდი ეს ყველაფერი დავშალოთ. კი ბატონო, დავიწყოთ? ვიდეოს ავტორი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტით იწყებს. ანუ მან აიღო ეს ტექსტი და ხელოვნურ ინტელექტს მისცა გასაანალიზებლად. ხო, აი ეგ ყველაზე საინტერესო ნაწილია. კი, აი ისეთ ტექნოლოგიას დღეს რო ყველაფერს წამებში ხსნის, ხო ხდები? და რა მოხდა? AI-მ სიუჟეტი უზადოდ დაალაგა. ამოიღო ფაქტები, მაგრამ ავტორი ამბობს, რომ თავარი, ანუ ნაწარმოების სული და რეალური ტკივილი მანქანა სრულად გამოეპარა. აქ ყველაზე საინტერესო იცი რა არის? კი. თუ რატომ გამოეპარა ეს ტექნიკას? ანუ ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალედ ოპერირებს ფაქტებით. ნუ კი, ეგ მისი საქმეა. ხო, მან იცის, ვინ სად წავიდა, ვინ რა თქვა, რა არის სიუჟეტის ლოგიკური ჯაჭვი, მაგრამ ნებისმიერი დიდი კლასიკური ტექსტის უკან დგას რაღაც ბევრად უფრო რთული. აი, რა მაგალითად? ადამიანური მსოფლმხედველობა, ეპოქის იდეოლოგია, რაღაც ფარული კოდები. ტექნიკა ვერ ხედავს იმ მორალურ წინააღმდეგობებს, რომლებიც ავტორმა შეგნებულად ფრთილად ჩააქსოვა სტრიქონებს შორის. ზუსტად. ვიდეოს ავტორი სწორედ ამიტომ ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება ცოცხალი კრიტიკული გონება. არა იმის გასაშიფრად, თუ რა მოხდა სიუჟეტში. ხო, მანქანამაც იცის. კი, ეგ მანქანამაც იცის. არამედ იმის მისახვედრად, თუ რატომ დაიწერა ეს ამბავი რეალურად, რა იყო ის უხილავი მესიჯი, რის გამოც ავტორმა ეს პერსონაჟები შექმნა საერთოდ. ხო, და აი, სანამ მაგ უხილავ მესიჯამდე მივალთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თავად სიუჟეტი. იმიტომ რომ ზუსტად ეგ სიუჟეტია მთავარი გამოცანა. ნამდვილად. თუ დავფიქრდებით, ეს სიუჟეტი სავსეა აბსურდული, აი, თითქმის არაბუნებრივი პარადოქსებით. მოდი ძალიან მარტივად გავიაროთ ჩვენთვისაც. მთაში, აბსოლუტურ იდილიაში ცხოვრობს ბათუ თავის ულამაზეს მეუღლესთან ნაზიბროლასთან ერთად. კი, და მერე იწყება პრობლემები. ხო, შუაღამისას მათთან მიდის ბათუს ძუძუმტე საფარბეგი, რომელიც სრულიად არაადეკვატურ რამეს თხოვს. ეუბრება მიშველე, ქალი მიყვარს და იმისთვის რომ ჩემი ვაჟკაცობა დაუმტკიცო, ვიღაცა საშიში, სისხლის მსმელი კაცის ინალიფას ცხენი უნდა მოვიპარო. რაც ფაქტობრივად თვითმკვლელობაა. ხო, ბათუ ხვდება, რომ ეს არის თვითმკვლელობა. ეუბნება კიდეც, იქ ცოცხალს არ გაგიშვებენო და რას აკეთებს ამის მერე? ეუბნება შენ აქ დარჩი, ჩემს სახლში, ჩემს ახალგაზრდა ცოლთან ერთად და მე წავალ მაგ ცხენს მოგიპარაო. და სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან იწყება ის ფატალური ჯაჭვი, რომელსაც მერე მივყავართ ტრაგედიამდე. მაგრამ მოიცა იქ, მოდი პირდაპირ თქვათ, ეს ხო ცუდი ჰორორ ფილმის სცენარს გას. აუ კი, ძალიან. აი ის კლიშე რო არის, პერსონაჟები შუაბნელ ტყეში უმიზეზოდ რომ იყოფიან და პირდაპირ საფრთხეში მიდიან. ანუ რატომ ტოვებს გამოცდილი ჭკვიანი კაცი თავის ცოლს სრულიად მარტო სხვა კაცთან, რომელსაც ვნებები უდუხს? ლოგიკას მოკლებულია. ხო, და თავად რატომ მიდის სასიკვდილო რისკზე ვიღაცის ახირების გამო? და მოიცა ეს კიდევ არაფერი, როცა ბათუ ბრუნდება, ძლივს გადაურჩება სიკვდილს და აღმოაჩენს, რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა, ძუძუმტემ, მისსავე ცოლზე იძალა. ეგ ყველაზე მძიმე სცენაა. კი, და ბათუს რეაქცია არის სრულიად შოკის მომგვრეული. ის საოცრად მშვიდია, ცოლს ეუბნება დაიძინე, ალბათ სიზმარი ნახეო. კი, და მერე? და მოძალადე საფარბეგს უბრალოდ უშვებს სიტყვებით, წადი და შენს გამზრდელს ეჩვენეო. წყაროში მონაწილე ერთ-ერთი სტუმარი უტა ძალიან სწორად სვამს კითხვას, ეს ხომ ფსიქოლოგიურად სრული ნონსენსია? კი, ეგრე ჩანს ნამდვილად.
რეალურ ცხოვრებაში კავკასიელი კაცი ან ნებისმიერი სხვა კაცი აფექტის მდგომარეობაში ასე მშვიდად არასდროს მოიქცეოდა. ანუ რას მეუბნები, აკაკი წერეთელს პერსონაჟების ფსიქოლოგიის წერა არ ეხერხებოდა. ეგ ძალიან ლოგიკური რეაქცია შენი მხრიდან, მაგრამ თუ ამას უფრო ფართო სურათს ნაუკავშირებთ, დავინახავთ, რომ წყაროს მთავარი არგუმენტი სწორედ აქ არის დამალული. ანუ რა არგუმენტი? აკაკი წერეთელს არ შეშლია ფსიქოლოგია. მისი მიზანი უბრალოდ არ ყოფილა რეალისტური ფსიქოლოგიური დრამის შექმნა. ხო. ეს ამბავი ფსიქოლოგიურად გამართული რომ ყოფილიყო, ის პირველივე სცენაში დასრულდებოდა. კი, ბათუ არ წავიდოდა. ზუსტად, ბათუ ან საერთოდ არ წავიდოდა იმ ცხენის მოსაპარად, ან დაბრუნებისთანავე საფარბეგს იქვე ადგილზევე მოკლავდა. ავტორმა შეგნებულად, მიზანმიმართულად შესწირა ფსიქოლოგიური რეალიზმი მთავარ სათქმელს. საინტერესოა. ანუ ეს პერსონაჟები არ არიან ცოცხალი ჩვეულებრივი ადამიანები, ისინი არიან იდეოლოგიური კონსტრუქტები, სიმბოლოები. ანუ გინდა თქვა, რომ პერსონაჟები უბრალოდ ჭადრაკის ფიგურები არიან აკაკის ხელში, რათა რაღაც ძალიან კონკრეტული იდეა დაგვიმტკიცოს. კი, ზუსტად ეგრეა. კეთილი, მაგრამ მაშინ მივდივართ მთავარ კითხვამდე. რა იყო ეს იდეა? აი აქ, იმისთვის რომ ავტორის ჩანაფიქრს ჩავწუდეთ, ჯერ უნდა გავეხსენოთ ის დიდი ტყუილი, რომლითაც 10 წლეულების განმავლობაში გვკვებავდნენ სკოლაში. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. წყარო გვთავაზობს ძალიან საინტერესო და ცოტა არ იყოს შემზარავ ისტორიულ ექსკურს იმაზე, თუ როგორ ისწავლებოდა გამზრდელი საბჭოთა სკოლებში. დიახ, ვიდეოს ავტორი დეტალურად ხსნის იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც საბჭოთა განათლების სისტემა მუშაობდა. ეს იყო, ერქვა, ისტორიული მატერიალიზმის პრინციპი. რას ნიშნავს ეგ? რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს რწმენას, რომ ისტორია არის სწორხაზოვანი პროცესი, რომელიც მუდმივად მიიწევს პროგრესისკენ. ამ ლოგიკით წარსული ყოველთვის ბნელია, ცუდია და დასაგმობია. და აწმყო კიდე? აწმყო და მით უმეტეს კომუნისტური მომავალი, ნათელი და პროგრესული. შესაბამისად, როდესაც საბჭოთა მასწავლებლები კლასში შედიოდნენ, ისინი ხაჯი იუსუფის თვითმკვლელობას ხსნიდნენ ზუსტად ამ იდეოლოგიური პრიზმით. ანუ როგორ? რას ეუბნებოდნენ ბავშვებს? ისინი ბავშვებს ეუბნებოდნენ, ხედავთ, ჰაჯი იუსუფმა თავი მოიკლა იმიტომ, რომ მისი აღზრდის მეთოდი, რომელიც ძველი ცარიზმის დროინდელი ჩამორჩენილი სისტემა იყო, დაინგრა. ამან კრახი განიცადა. ანუ ეგონათ, რომ ამას წერდა აკაკი. კი, პოემა თითქოს იმას გვეუბნება, რომ ძველი პედაგოგიკა მკვდარია და მხოლოდ ახალი საბჭოთა კოლექტიური აღზრდის მეთოდია ერთადერთი სწორი გზა. მოიცა, აქ კიდევ ერთი ტერმინი იყო ნახსენები ვიდეოში, ტაბულა რასა, ანუ სუფთა დაფა. გავიგე, რომ ეს მარქსისტებს ჯეროდათ, მაგრამ რატომ სჭირდებოდათ ეს ასე ძალიან საბჭოთა იდეოლოგებს ამ პოემის ასახსნელად? რატომ იყო ეს ასეთი მნიშვნელოვანი იარაღი მათთვის? იმიტომ, რომ ტაბულა რასას კონცეფცია, ეს სუფთა დაფა, საბჭოთა სისტემის ფუნდამენტი იყო. თუ შენ გჯერა, რომ ადამიანი იბადება როგორც სრულიად სუფთა ფურცელი, ყოველგვარი თანდაკოლილი თვისებების, ინსტინქტებისა თუ ბუნების გარეშე. ხო, ანუ არაფერი არ მოყვება დაბადებიდან. ზუსტად. ეს ნიშნავს, რომ გარემოს და სახელმწიფოს შეუძლია მისი 100%-ით ფორმირება. ეს იყო იდეალური დასაყრდენი. ლოგიკურია მაგათთვის. კი. თუ ადამიანი სუფთა დაფა, მაშინ სახელმწიფო, პარტია და საბჭოთა სკოლა მასზე დაწერს იმას, რასაც თავად ისურვებს, შექმნის იდეალურ მორჩილ კომუნისტ მოკალაქეს. ამიტომაც ასწავლიდნენ, გამზრდელს ასე საფარბეგი. გაფუჭდა იმიტომ, რომ ცუდმა, ძველმა გარემომ გააფუჭა. და საბჭოთა გარემოში ის იდეალური იქნებოდაო, ხო? ზუსტად ეგრეა. აი აქ ხდება ყველაზე საინტერესო და ამავდროულად საშიში რამ. გამოდის, რომ მთელი თაობებისთვის, ანუ ჩვენი მშობლებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, ეს კლასიკური ნაწარმოები უბრალოდ საბჭოთა პროპაგანდის ამ დიდი ტვინის გამრეცხავი მანქანის ინსტრუმენტი იყო. კი, ფაქტობრივად ეგრეა. წარმოიდგინე ზიხარ კვაში და განხილვის მაგივრად გაწვდიან მზა პოლიტიკურ შაბლონს. და რაც ვიდეოში მოვისმინე, ეგ არის ყველაზე დამთრგუნველი. ვინმე რო ადგარიყო და ეთქვა, მასწავლებელო, იქნებ სულ სხვა რამეზე წერს აკაკი. იქნებ ადამიანის ვნებებზეა საუბარი. მაგას ვერავინ იტყოდა. ხო, მას უბრალოდ გაანადგურებდნენ. განსხვავებული აზრი ისჯებოდა.
ზუსტად ეგ არის მთავარი ტრაგედია, რაზეც წყარო საუბრობს. საბჭოთა სკოლაში კრიტიკული ინდივიდუალური აზროვნება ფაქტობრივად კლასშივე კვდებოდა. სისტემა იყო აბსოლუტურად ჰერმეტული. კი, დახურული იყო სრულიად. მასწავლებელი ზემოდან ჩამოწოდებულ, პარტიულად დამტკიცებულ თეზის იმეორებდა და მოსწავლეც ვალდებული იყო სიტყვა-სიტყვით იგივე დაებრუნებინა უკან. თუ კარგი ნიშანი, ან საერთოდ უსაფრთხოება უნდოდა. აბსურდია უბრალოდ. ტექსტი კი არ განიხილებოდა, ტექსტი ძალადობრივად ერგებოდა იდეოლოგიას. ამიტომაც ამბობს ვიდეოს ავტორი, რომ უფროსი თაობა ისე გაიზარდა ამ პოემაზე, რომ მისი დამოუკიდებელი ცოცხალი ანალიზი არც კი უცდია. კარგი, თუ ვაღიარებთ, რომ საბჭოთა ახსნა თავიდან ბოლომდე ტყუილი და манипуляცია იყო, მაშინ რა უნდოდა რეალურად აკაკი წერეთელს? რა იყო მისი ნამდვილი სამიზნე? ეგ არის ყველაზე მთავარი კითხვა. ხო. და აი აქ წყარო გვთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე თამამ ჰიპოთეზას, რამაც პირადად მე ძალიან დამაფიქრა, ხო იცი? კი, წყაროს ავტორი ამტკიცებს, რომ აკაკი წერეთელი, რომელიც თავისი არსით ევროპული ჰუმანიზმის მიმდევარი იყო, ამ პოემით სინამდვილეში უტევდა და აკრიტიკებდა მკაცრ ტრადიციასა და რელიგიურ მორალზე დაფუძნებულ პედაგოგიკას. მოიცა, აი აქ ცოტა არ იყოს მიჭირს ამის დაჯერება. რატომ? გთხოვ ამიხსნა, ჩვენ ხომ საუბრობთ აკაკიზე, რომელიც ერის მამაა, რომელიც ჩვენს იდენტობას და ტრადიციებს ასხამდა ხოდბას. თანაც, პოემაში მოქმედება ხომ სადღაც კავკასიის მთებში აფხაზეთში ხდება. კი, ეგრეო. ხო და პერსონაჟებს ქვია ჰაჯი იუსუფი, საფარბეკი. ეს აშკარად მუსლიმური გარემოა. საიდან მოიტანა ვიდეოს ავტორმა, რომ აქ ქართული მართლმადიდებლობის და ჩვენი ადგილობრივი ტრადიციების კრიტიკაა დამალული? ეს ხომ სრულიად თავდაყირა აყენებს ყველაფერს. ეს ერთი შეხედვით მართლაც პარადოქსულად ჟღერს, გეთანხმები, მაგრამ ავტორი ხსნის ძალიან საინტერესო ლიტერატურულ მექანიზმს, რასაც გაუცხოების, ანუ ოსტრანენიეს ეფექტი ხფია. ეგ რას ნიშნავს? წარმოიდგინე 19 საუკუნის საქართველო, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ეკლესია და ტრადიციული ინსტიტუტები ფლობენ უზარმაზარ გავლენას. ავტორს პირდაპირ რომ დაეწერა ქართველი მღვდლის ან ტრადიციული ქართული ოჯახის მკაცრი დოგმატური აღზრდის კრიტიკა, იცი რა მოხდებოდა? ალბათ ცენზურა დაბლოკავდა. ცენზურა მას უბრალოდ გაანადგურებდა. საზოგადოება კი მაშინვე თავდაცვით პოზიციაში ჩადგებოდა. გასაგებია. ამიტომ აკაკიმ უბრალოდ შეცვალა დეკორაცია. მან მოქმედება გადაიტანა უცხო აზიურ მუსლიმურ გარემოში, შეცვალა სახელები, მაგრამ ის სტრუქტურა, ის ხისტი მორალზე დაფუძნებული აღზრდა, რომელსაც ის აღწერს, არის ზუსტად ის, რასაც ის საკუთარ სამშობლოში ხედავდა. ანუ შენიღმა. კი, შენიღბა. ის საუბრობს იმ რეალობაზე, რომელიც მას აწუხებდა. ვაუ. ანუ მან საზოგადოებას თავისივე მანკიერება აჩვენა ისე, რომ მათ ვერც კი გაიაზრეს, რომ საკუთარ თავს უყურებდნენ. ზუსტად მაგაშია საქმე. და ამის დასამწყითებლად წყაროში მოყვანილია ერთი საოცრად მძაფრი ფიზიკური დეტალი. ეს იმდენად ცხადია, რომ შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციო. ჩემი თავგადასავალი. ხო? კი. ვიდეოს ავტორი იშველიებს თავად აკაკის ავტობიოგრაფიულ წიგნს, ჩემი თავგადასავალი. იქ არის ერთი კონკრეტული თავი, რომელსაც ქვია ლინეიკა, ანუ სახაზავი. შენც ხომ მქონია მომენტი სკოლაში, როცა მასწავლებელი მხოლოდ შიშით და ავტორიტეტით გამორჩილებდა. კი, ვის არ ქონია. ხო და წარმოიდგინე გრძნობა გამრავლებული ასზე. აკაკი იხსენებს, როგორ სასტიკად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სცემდნენ მას და სხვა ბავშვებს სასულიერო პირები, ეს ხუცესები გიმნაზიაში. საშინეოება. სცემდნენ ამ ხისტის ახაზავით, მორალის და წესრიგის სახელით. წყარო გვეუბნება, რომ აკაკის მთელი არსებით ფიზიკურად ზულდა ეს დასჯაზე შიშსა და დოგმებზე დაფუძნებული რელიგიური პედაგოგიკა. ეს სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით ავტორის აზრით, ჰაჯი იუსუფის თვითმკვლელობა პოემის ბოლოს არ არის უბრალოდ ერთი შეცდომაში შესული მოხუცის პირადი ტრაგედია. აბა რა არის? ეს არის მთელი სისტემის სიმბოლური ნგრევა. სისტემის, რომელიც აგებულია მხოლოდ ტრადიციულ რიტუალებზე, გარეგნულ წესებსა და მორალზე. აკაკის თვალში ეს სისტემა განწირულია. რატო? რადგან ის ადამიანს მხოლოდ გარედან ახვევს ჩარჩოებს, სჯის მას, მაგრამ საერთოდ ვერ წვდება და ვერ ცვლის მის შინაგან ბუნებას. რაც პირდაპირ ძალიან ლოგიკურად მიგვიყვანს ამ ნაწარმოების, ალბათ ყველაზე ფილოსოფიურ და ყველაზე ხშირად ციტირებად ფრაზამდე. წურთნა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველა. ხო, ეგ ყველაზე ცნობილი ფრაზაა. გულწრფელად გეტყვი. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ეს უბრალოდ ნიჭიერებაზე იყო ნათქვამი.
აი თუ ხატვის ნიჭი არ გაქვს, რაც არ უნდა გასწავლო, მხატვარი ვერ გამოხვალ. კი, უმეტესობას ეგრე გონია. მაგრამ წყარო ხომ სრულიად სხვა, გაცილებით ღრმა განზომილებას ხსნის აქ. ნამდვილად. ვიდეოს ავტორი ამ ფრაზას უდგება ქრისტიანული თეოლოგიის პრიზმიდან, რაც სრულიად ცვლის სურათს. ბიბლიური ქრისტიანული სწავლების მიხედვით ადამიანის პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მას კარგი მანერები არ აქვს. ხო, ეგ ზედაპირულია. არამედ იმაში, რომ ის იბადება ცოდვილი ბუნებით. ის შინაგანად არის დაზიანებული. ავტორი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი გარეგნული წურთნა, კანონები, ტრადიციები, ის მორალი, რასაც ჰაჯი იუსუფი ნერგავდა, არის აბსოლუტურად უძლური. თუ რა არ მოხდა? თუ არ მოხდა ადამიანის ფუნდამენტური, შინაგანი სულიერი ტრანსფორმაცია. ბათუსა და საფარბეგის ტრაგედიის გასახებიც სწორედ აქ არის. რა აკავშირებდათ მათ? ძუძუმტეობა. ხო. კი, ძუძუმტეობის რიტუალი, ანუ გარეგნული ტრადიცია. მათ იცოდნენ წესები, მაგრამ როცა დადგა კრიტიკული მომენტი, როცა საფარბეგში გაიღვიძა ადამიანურმა ბნელმა ვნებებმა, ეს გარეგნული ტრადიცია უბრალოდ ნამსხვრევებად იქცა. მან ვერ შეაკავა ბოროტება. ანუ საბოლოო ჯამში რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მოდი, შევეწადოთ ეს რთული მსოფლმხედველობრივი ომი მარტივად დავალაგოთ შენთვისაც. კი ბატონო. ერთ მხარეს გვაქვს საბჭოთა მარქსისტული ხედვა ადამიანის სუფთა დაფაა და გარემოწყვეტს ყველაფერს. მეორე მხარეს გვაქვს ქრისტიანული ხედვა ადამიანი ცოდვილია და მხოლოდ შინაგანი ტრანსფორმაცია შველის, რასაც წესები ვერ იზამს. სწორია. წყარო გვეუბნება, რომ აკაკი მარქსისტული ჰუმზიას დაამსხვრია და მკაცრი რელიგიური აღზრდაც, მაგრამ ხომ გაორებული იყო თავად აკაკიც. ის ხომ ევროპული ჰუმანიზმის მიმდევარი იყო, რომელსაც წესით ადამიანის გონების და განათლების ძალის უნდა სჯეროდეს. ეს ბადებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან და მტკივნეულ კითხვას, რომელსაც წყაროს ავტორი პირდაპირ სვამს. საბოლოოდ ვისი ბრალია ეს ტრაგედია? ვინ არის დამნაშავე? ხო, ვინ არის? მისი ანალიზით ამ ისტორიაში ყველა ცდება და ყველა იღუპება. საფარბეგიც ხდება, რადგან ის ვნებებს ნებდება და ძალადობს. ბათუ ცდება, რადგან ის თავის საყვარელ ცოლს, ცოცხალ ადამიანს, სასიკვდილო საფრთხეში ტოვებს, მხოლოდ და მხოლოდ ბრმა ტრადიციის, მამაკაცური ეგოსა და ვიღაცის ახირების გამო. და გამზრდელი? აი, ყველაზე საინტერესო ჰაჯი იუსუფის ფინალია. ავტორისთვის ის ფაქტი, რომ გამზრდელი თავს იკლავს, რაც შეგახსენებთ ქრისტიანულად უმძიმესი შეუნდობელი ცოდვაა და პირდაპირ ჯოჯოხეთს ნიშნავს, არის ავტორის უმკაცრესი განაჩენი. ვაუ, ეგ მართლა ძლიერია. ნამდვილად. რატომ უნდა გვაინტერესდეს ჩვენ ეს ყველაფერი? რა შუაშია მე-19 საუკუნეში დაწერილი პოემა და მისი ფილოსოფიური გარჩევა ჩვენს დღევანდელობასთან 21 საუკუნესთან? იმიტომ რომ წყაროს ავტორი აღლევს ძალიან მკაფიო, თითქმის შემაშფოთებელ პარალელს თანამედროვეობასთან. და აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ის ინარჩუნებს აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს. კი, არც ერთ მხარეს არ იჭერს. ხო, და თანაბრად უაღრესად კრიტიკულად აფასებს დღევანდელი დაპირისპირების ორივე პოლუსს. რას ვხედავთ დღეს? დღესაც ზუსტად იგივე ბრძოლა მიმდინარეობს, რაც აკაკის ეპოქაში. ვის შორის? ერთ მხარეს დგანან ტრადიციონალისტები, კონსერვატიული და რელიგიური ინსტიტუტები, ხოლო მეორე მხარეს თანამედროვე დასავლური ლიბერალ ჰუმანიზმის მიმდევრები. ავტორი აკრიტიკებს თანამედროვე რელიგიურ ინსტიტუტებს იმის გამო, რომ ისინი ხშირად ჰაჯი იუსუფის მსგავსად მხოლოდ გარეგნულ რიტუალებსა და მორალურ წესებზე აკეთებენ აქცენტს. და ეგ არ მუშაობს. კი, ეს მიდგომა ადამიანს შინაგანად ვერ კურნავს, ისევ და ისე მხოლოდ ჩარჩოში აქცევს. მაგრამ მეორე მხრივ ის არანაკლებ აკრიტიკებს თანამედროვე ევროპულ ჰუმანიზმსაც. მართლა. რატომ? მისი არგუმენტი დღევანდელი ჰუმანიზმი ცდილობს ადამიანის თავისუფლება და ვნებები მხოლოდ მკაცრი იურიდიული კანონებითა და რეგულაციებით გააკონტროლოს. კანონი გარედან ზღუდავს ადამიანს, მაგრამ ისიც უძლურია შეცვალოს მისი შინაგანი ფუნდამენტური ბუნება. ორივე სისტემა გარედან მოქმედებს. ნუ აი, უბრალოდ დაფიქრდი. შენ როგორც მსმენელი, რამდენჯერ შეჯახები ხარ ამ კონფლიქტს სულ რაღაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში? შედიხარ სოციალურ ქსელში და რას ხედავ? გაუთავებელ ომს ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის. კი, ყოველდღიური რეალობაა ეგ. კამათს ოჯახში, სამსახურში, ტელევიზიებში. ჩვენ ისევ და ისევ იმავე მოჯადობებულ წრეზე ვტრიარებთ, ისევ კამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა აღზარდოს მომავალი თაობა. ეკლესიამ თავისი დოგმებით, სამხელმწიფომ თავისი კანონებით, თუ დასავლურმა ჰუმანურმა ღირებულებებმა. ზუსტად ეგრეა.
და ეს ვიდეო, ეს ანალიზი ძალიან ცივ წყალს გვასხამს და გვახსენებს, რომ ეს კითხვა, რომელზეც აკაკი წერდა 100 წელზე მეტია, სრულიად უფასოხოდ გვაქვს დატოვებული. და ეს მართლაც ცოცხალი, დამოუკიდებელი ანალიზის ყველაზე დიდი ხიბლია. ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი დასაწყისში უბრალოდ მშრალ ტექსტად და სიუჟეტურ ხაზად კითხულობს, სინამდვილეში ჩვენი საზოგადოების, ჩვენი იდენტობისა და მსოფლმხედველობრივი კრიზისის პირდაპირი სარკეა. კი, ეგრეა. ტექსტი კი არ შეცვლილა ამ საუკუნის განმავლობაში, არამედ ჩვენი სათვალე იცვლებოდა. მართლაც ასია. მოკლედ, მოდი შევაჯამოთ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ დღეს. ჩვენ დავინახეთ, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ნაცნობი, სკოლაში ნასწავლი ტექსტი გამზარდელი დავშალოთ და წავიკითხოთ სრულიად განსხვავებული ლინზებით. კი. ანუ დავინახოთ ფსიქოლოგიური აბსურდი, მარქსისტული პროპაგანდის იარაღი, ჰუმანისტური კრიტიკა და ღრმა ქრისტიანული თეოლოგია. და უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ეს ლინზა, რომელსაც ვირგებთ, გაცილებით მეც გვეუბნება იმ კონკრეტულ ეპოქასა და იდეოლოგიაზე, როცა მას კითხულობდნენ, ვიდრე თავად ავტორის აკაკის თავდაპირველ განზრახვაზე. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად შემოხვედი ამ ტექსტის ურთულეს, მაგრამ უაღრესად საინტერესო ლაბირინთებში. და ის სანამ დაგემშვიდობებით, მინდა ერთი ღია ფიქრობ ძალიან პროვოკაციული კითხვა დაგიტოვო საფიქრალად შენ. საინტერესოა. რა კითხვა? ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ვერ გაიგო ტექსტის ადამიანური სული. ჩვენ ვნახეთ, რომ ტრადიციულმა ხისტმა აღზრდამ საფარბეგი ვერ იხსნა ბოროტებისგან და ჰაჯი უსუფი თვითმკვლელობამდე აბსოლუტურ კრახამდე მიიყვანა. კი ბატონო. ახლა კი მოდი გადმოვინაცვლოთ დღეს და დავფიქრდეთ. თანამედროვე სამყაროში, სადაც ნებისმიერი ინფორმაცია წამებშია ხელმისაწვდომი, სადაც ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად გვკარნახობს, რა წავიკითხოთ და რა ვიყიდოთ, სადაც კანონები კიდევ უფრო მკაცრი და დეტალურია. ხო. რეალურად რა აყალიბებს დღეს კარგ ადამიანს? მხოლოდ წესების და ჯარიმების შიში, გენეტიკა, გარემო. რთული საკითხია. თუ რაღაც სრულიად სხვა, ირაციონალური ძალა, რასაც მანქანები ვერასდროს გაზომავენ და რასაც კანონები ვერასდროს მოიცავენ. საბოლოო ჯამში ვინ ან რა არის შენი გამზრდელი დღეს? დროებით.